მაგრამ სასამართლომ უკვე ეს ადამიანი დამნაშავე ცნო წვრილმა ხურიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და 2000 ლარი მას შეეფარდა ჯარიმის სახით, რამაც საკმაოდ დიდი გაღიზიანება გამოიწვია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის და არის ესეთი პოეტი კიდევ პაატა შამუგიას მხრიდან და თქვენ თვითონაც ნახავთ ეს განცხადებები, რომელიც გაკეთდა სასამართლოს შემდგომ. ზოგადად გადაწყვეტილებაც მე ვფიქრობ, რომ იყო მკაცრი და ეს გადაწყვეტილება ის მტკიცებულებები, რომელიც იყო წარმოდგენილი, ამ გადაწყვეტილების საფუძველი არ შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩვენ რა ნდობა შეიძლება გქონდეს? ნულს ქვემოთ არის ნდობა პირადად ამ მოსამართლის მიმართ და ჩვენ ყველას ვამხელთ სახელებით და გვარებით, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალო ადამიანების სადისტურად დასჯას რეალურად ამართლებენ სწორედ ასეთი უმსგავსი საქციელებით. შორს წავიდა უფრო პაატა შამუგია და ის გარკვეული ულტიმატუმით გამოვიდა შსს მინისტრის გახარიას წინააღმდეგ და თქვა, რომ თუ კი რაღაცა გარკვეულ ვადაში პოლიცია მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ. გამომცემლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ულტიმატუმი წაუყენეს შინაგან საქმეთა მინისტრს და მას ერთკვირიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხოთ არსებულ ყველა რესურსს, გამოვიყენებთ ყველა მხატვრულ შესაძლებლობას, დაიწერება ლექსები, დაიხატება ქუჩები, სადაც მოძალადე პოლიციელები გამოჩნდებიან. ჩვენ ვამხელთ ამ სისტემის სადისტურ სახეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი მწერლების ულტიმატუმს არ დააკმაყოფილებს. ზვიად რატიანის კოლეგები გიორგი გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ. იცით, ეს ადამიანები მართლაც პოლიცია რომ მძვინვარებდა და საქართველოში სისხლიანი რეჟიმი იყო და მართლა პოლიცია რომ იყო ისეთი ქმედებების ჩამდენი, რომელიც ხალხს იწირავდა მათი ქმედებები და იხვრიტებოდა ადამიანები, ამ ხალხს არ ამოუღია და ეხლა ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაემორჩილა პატრულის განცხადებებს და ქმედებები შემოიფარგლა იმ კუთხით ამ ადამიანისა, რომელიც მათ შოქში ჩაგვაგდო ჩვენ, იმ კუთხით რომ საშინელი სიტყვები იხმარა, დღეს ეს ადამიანები ულტიმატუმს უყენებენ შსს მინისტრს და ამბობენ, რომ თუ კი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ რაღაცა აქციებით იმუქრებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი განცხადებები არც ერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება. თუ რამე სადმე ვინმე რამე დაარღვია, ამისთვის არსებობს სასამართლო, ამისთვის არსებობს პროკურატურა და შესაბამისი ინსტანციები. მაგრამ ეს ადამიანები ისე გათავხედენ, რომ უკვე მუქარაზე გადმოდიან სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ. მე ახლა დღევანდელი გადაცემა ჩემთვის არის საკმაოდ მძიმე, იმიტომ რომ ისეთი სიუჟეტების მინდა შემოგთავაზოთ, ჩემო მეგობრებო, რომელიც ბევრს საკმაოდ დაგზაფრავთ და სასურველია საერთოდ 18 წლამდე ასაკის ადამიანები მოერიდნენ დღევანდელ ეთერს, იმიტომ რომ ისეთი ტერმინოლოგიით საუბრობენ ჩვენი ეგრეთ წოდებული თანამედროვე პოეტები, რომ მეც კი ჩემზეც კი ძალზედ ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა. და ეს ადამიანები არიან ვიღაცეებისთვის რატომღაც დღეს სახე თანამედროვე ქართული წერლობის, პოეზიის, რაშიც ეჭვი მეპარება მე, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამ ხალხს საერთოდ არ იცნობს. ეს პაატა შამუგია, რომლის განცხადებებით მე მოგასმენინეთ, არის დაჯილდოვებული სხვადასხვა პრიზებით. ძირითადად ეს მოხდა ეხლახანს, რამდენიმე პრიზი აიღო ამ ადამიანმა, არტარიაზე ხშირად გამოდის და მე დღეს რასაც თქვენ შემოგთავაზებთ, ეს არის გასული სხვადასხვა არხებზე, შეხვედრებზე, ანუ რაღაცა ფარული კადრები არ არსებობს ამისი, რომ ამ ადამიანის განცხადებების არც არაფრიზე მდგომარეობაში გამოუთქვია მასის განცხადებები, რომელიც მოსმენაც მოგიწევთ თქვენ. ეს არის ცხადად, სრულად, არც არავითარ ზეწოლის ქვეშ ნათქვამი ამ ადამიანს. თქვენ თვითონ ნახავთ, აი რა ვისთან და რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. და მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც პაატა შამუგიას ერთ-ერთ შეხვედრას ეხება მის ნამუშევართან დაკავშირებით.
აი პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს, აი ცირკი, აი ბოზი პანელზე მდგარი, აი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომლებიც იდეაში ნეტარ არიან, აი დიდძუძუებიანი ქართლის დედა და პატარა ძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი, აი თბილისის მერი, აი გალაქტიონის მერი, აი მსუქანი მერი, ჭანტურია ჩემი მეზობელი, აი ინგა გრიგოლია, აი პრეზიდენტი, აი თითი, კერძოდ კი შუა თითი, აი ვარაზისხევი, აი შუქნიშანი, აი ერი, რომელიც წითელზე გადადის რა დასამალია და ხანდახან მწვანეზეც გადავდივართ, აი მწერალთა კავშირი, აი თამას წივწივაძე რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში, აი მეორადი მოხმარების ტანსაცმელი, აი ჩემი ლექტორი გრივერ ფარულავა, აი ქართული სუფრა, აი ასავალი დასავალი, აი ქალწულობის შემნახველი სალარო, აი ეროვნული სული, აი ცივილიზაცია, აი ჩვენ. აი თქვენ ნახეთ ეხლა რა ტაში დაუკრეს ამადე რას უკრავს ეს ხალხი ტაშს არ ვიცი პატრიარქი რომელიც გდანის ციხეზე დაფრინავს ეხლა თუ კი აქამდე ეს ხალხი იძახდა იმას რომ რაღაცა ის არაფხიზელ მდგომარეობაში შეურაცხყოფდა პატრიარქს ეს სრულად ფხიზელ მდგომარეობაში აგერ თავის თაყვანისმცემლებთან, ეგრეთ წოდებულ თაყვანისმცემლებთან შეურაცხყოფას აყენებს პატრიარქს, გაზეთ ასავალ-დასავალ რეზო ამაშუკელს და რა ვიცი ხა რა ნაშრომი ეს იყო, რა პოეზიის ნიმუში ეს იყო, ხა ეს კაცი რო კითხულობდა, ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია ეს ყველაფერი. მაგრამ ყველაზე უცნაური იყო შემდგომი მისი ერთ-ერთი ნამუშევარი, იცით რა არის? ეხლა მე აი ამ სიუჟეტის გაშვება ცოტა არ იყოს ჭოჭმანობდი, გაუშვა თუ არ გაუშვა, იმიტომ რომ ისეთი სიტყვები აქ ნახმარი, რაღაცა გული აგერევა კაც, მაგრამ იცით რაც არ უნდა ვიღაცაზე ვილაპარაკოთ, რა აი ესე ცუდად ილაპარაკა, ცუდი ლექსი დაწერა, თუ კონკრეტულად სანამ ჩვენი ყურებით არ მოვისმენთ, ვერ შევაფასეთ. ეხლა რამდენჯერ იყო საუბარი იმის შესახებ ამ სტუდიიდანაც, გაზეთის ფურცლებიდან, რომ საქართველოში პატიმრებს აუპატიურებდნენ, მაგრამ ისეთი მძაფრი რეაქცია არ ქონდა მოსახლეობას. მაგრამ როგორც კი კადრები ვნახეთ ჩვენ, ამ კადრებმა გადაწყვიტა მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლების ბედი და ეს რა თქმა უნდა პატრიოტთა ალიანსის და მისი ხელმძღვანელების დამსახურება. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გაუშვა ის ვიდეო, რომელიც ბევრს ნამდვილად ცუდ განწყობილებაზე დაგაყენებთ, იმიტომ რომ საქართველოში პოეტი, რომელიც აი ესეთი ტერმინოლოგიით და ჯერ ასე ფიქრობს, მე ეს ქახალზე გადააქვს და მე ამას ასმენინებს სტუდენტებს, ახალგაზრდებს ჩვენს მომავალ თაობას. ეს ნამდვილი შოკი არის და სიმართლე რო გითხრათ, აი აღმაშფოთებელია ის ეხა რასაც თქვენ მოისმენთ. ჰონორარს და უხალისოდ თანხმდები და ხელს ვაწერ ხელშეკრულებას ან ხელმოწერის მაგივრად დამაყრუებელი ხმაური ცხვირში უკვე გამომცემლებს ვაფურთხებ მათ დამწუხრებულ დამცირებულ მიწისფერ სიფათებში ვაჯვამად თავიდან ფეხებამდე ამ დროს კი ახალგაზრდა მაცდური გარეგნობის კორექტორი ქალები მონდომებით ლოკავენ ჩემს ყრილ გაპარსულ ყვერებს ახალგაზრდა მომხიბლავი გარეგნობის უმცროსი რედაქტორი ქალები 4-ნი, 5-ნი ან 6-ნი ერთად ვნებიავენ ყლაპავენ ჩემს გაფრიქინებულ ჟოლოს ფერყლეს ახალგაზრდა გამომაყლევებელი გარეგნობის დამკაბადონებელი ქალები ნაზად უსმევენ ბას ვარდისფერ ენებს ჩემს გიგანტურ მეწამულ ყლის თავს ახალგაზრდა მგზნებარი დიზაინერი ქალები კი თავაზიანად მიშლიან თავიანთ ქორფა არომატულ დუნდულებს და მე ვუდებ თითოეულს მუდელში და ტრაქში და გძელია და სამახსოვროდ ჩუქნი ლექსებს უმსხვილესი გამომცემლობისა და ჟურნალების დამცირებული რედაქტორები კი ნერვულად ანძრევენ კუთხეში შეყრინი და შავი შურით ჩემი წინვალე დიდები ეხლა შეიძლება ვინმეს გაეცინოთ ეს სასაცილო არ არის ეს არის ავანტყოფი მეგობრებო ეხლა მე არ ვიცი ამას რატო ქვია პოეზია და აი ესეთი ქმნილების გამო ეს ადამიანი საბას ნომინაციაში იქნა გამარჯვებული. აი ამ ლექსის გამო. აი მე ხა იცით რატო მოგასმენინეთ ეს ჩემთვისაც ძიმე იყო აი ამის მოსმენა. იმიტომ მოგასმენინეთ რომ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ ადამიანს აი ესეთი ლექსების პატრონ ადამიანს აჯილდოვებენ ერთ-ერთ პრესტიჟულ აი ამ საბას ნომინაციაში. გთხოვთ გაუშვათ სიუჟეტი. ნომინაციის გამოცხადების საშუალება მეძლევა. მაშასე ლიტერატურული პრემია საბა 2011 წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის გადაეცემა პაატა შამუგიას. ოქრების კრებული დაუჯრომელი. გამომცემლობა სიესტა. პაატა შამუგია. ძალიან დიდი მადლობა ყველას.
ნერვიულობ არ ვიმჩნევ, მაგრამ მე მგონი მემჩნევა მაინც საბოლოო ჯამში. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც აქ მონაწილეობდნენ. რამე განსაკუთრებული თქმა მინდოდა, მაგრამ დამეფანტა ამასობაში. გისურვებ წარმატებებს ყველას, გისურვებთ ბევრი წიგნის კითხვას, ბევრ წერას, ბევრ ნაოჭს ტვინზე და სხვა ყველაფერი იქნება კარგად. აბა გაგიმარჯვეთ. აი ჩემო მეგობრებო, აი ეს ადამიანი რომელმაც თქვენთვისაც შოკის მომგვრელი რაღაცა ლექსი იყო ის რომ რასაც ეს კითხულობდა ნაწარმოები ამის აი ასეთი ნაწარმოების გამო აჯილდოებენ ადამიანს საქართველოში. მე არ ვიცი ხა საცხოვრობ ვაჟას, ილიას, გალაქტიონის სამშობლოში პატა შემუგია რო იქნება ნომინაციაში გამარჯვებული და რაღაცა პირველი პოეტი იქნება, მართლა რა უთხარი ისეთ ქვეყანას და წესით ეს კაცი საერთოდ ნომინაციაში გამარჯვებული კი არა დასაჭერი არის და რატო გეტყვით? თავის ყველა ქნილებებს ეს ადამიანები მარტო პატა შემუგია კი არა, სხვა ეს მწერლები არქმევენ ჩვენი ეკლესიის და ჩვენი რწმენისათვის შეურაცხყოფელ სახელებს. ახლა აი ამ ადამიანმა თავის ქნილებებს დაარქვა ანტიტყნაოსანი, არ ვიცი ეს სექსუალურად აღზნებული ხალხია თუ არ ვიცი რა ჭირთ ამათ, მე არ ვიცი. შემდგომ დაუჯდომელი ვიცით ჩვენ ალბათ რას ნიშნავს. შემდგომ საიდუმლო სირობა, სახარება ვირისა, გასაბერი ანგელოზები, აი ასეთ სახელებს არქვევენ. ჩვენ გქონდა შეტანილი მეგობრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება, რომ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა დაჟილი ყოფილიყო. ეს რომ საქართველოს პარლამენტს მიეღო ჩვენი ეს წინადადება, ეს კაცი უკვე დაჟილი ხდებოდა. მაგრამ საქართველოს პარლამენტი იყო სოროსის ლეკვებს უსმენ, ჩემო მეგობრებო. და ამათ აღიარებს მწერლებად ადამიანები. აი რატო უნდა შეხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ესეთ ადამიანებს? ჩვენ ვიცით რომ არსებობდნენ ცისფერყანწელები, თერგდალეულები, სამოციანელები, ეს ხალხი არის კიდევ ერთხელ პორნო პოეზიის მიმდევრები. ეხლა ეს ხალხი რასაც კითხულობს, ეს არის პორნო პოეზია.